დღეს კერძო საკუთრებაში მიწების რეგისტრაციის წამახალისებელი ნორმების ერთობლიობა ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ და ეს რეფორმა პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში თუ კი იქცევა კანონად და მე ამის დიდი იმედი მაქვს, ჩვენს მოქალაქეებს თავის საკუთრებაში ნაკვეთების დარეგისტრირება გაუადვილდებათ და ეს გახდება რეალური შესაძლებლობა. Ამ რეფორმით მოქალაქეებისთვის მოიხსნება მთელი რიგი ბარიერებისა, რომელიც დღეს არსებობს და რის გამოც ჩვენი კერძო მესაკუთრეები რეალურად, ფაქტობრივად მათ საკუთრებას ოფიციალურად იურიდიულ საკუთრებად ვერ აქცევენ ხოლმე, როდესაც მოდიან ჩვენთან საჯარო რეესტრში. ფინანსური ბარიერები, ბიუროკრატიული ბარიერები, სამართლებრივი ბარიერები. ყველა ეს ბარიერი ნაბიჯ-ნაბიჯ ამ კანონპროექტით იქნება მოხსნილი და ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რომ აი ამ პროექტის ფარგლებში, რადგან ამას ვადიანი პროექტის სახე ექნება, რომ კერძო საკუთრება საქართველოში შეიძლება მარტივად დაირეგისტრირო, განავითარო მიწის ბაზარი და რეალურად ჩვენს ქვეყანაში გქონდეს რეგისტრირებული მონაცემები საჯარო რეესტრში, რომელიც არის ზუსტი, სანდო და კერძო მესაკუთრის უფლებების დამცავი. პირველი საჯარო რეესტრი შეიძენს ახალ უფლებამოსილებებს და მას ექნება უფლება, იმისა რისის დღეს არ აქვს, მოქალაქეს, რომელიც მას მიმართავს, მოუწესრიგოს თავისივე ინიციატივით საბუთები. მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უფლების დამდგენი დოკუმენტები. ამ კანონის შედეგად საჯარო რეესტრს შეიძლება რომ მოქალაქის მიმართვის შემდეგ დაეხმაროს მას სხვადასხვა უწყებაში, სხვადასხვა სიფში, იქნება ეს არქივი თუ სხვა, გამოითხოვოს დოკუმენტაცია და მასთან ერთად, მოქალაქესთან ერთად შეადგინოს მოქალაქის ფაილი, რის შედეგადაც რეგისტრაცია გამარტივდება. ჩვენ ამ კანონპროექტით ასევე ლეგალიზაციას ვაცხადებთ ზოგიერთი ხარვეზიანი დოკუმენტის, რომელთა მცირედი ხარვეზის გამო დღეს საკუთრებაში მიწას ვერ ირეგისტრირებს. ჩვენ ასევე ამ პაკეტის შედეგად ვატარებთ საამზომველო საქმიანობის რეფორმას. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ამზომველმა მიუხედავად იმისა, თუ რა განათლება აქვს მიღებული წარსულში, თუ კი მას ქვია ამზომველი, უნდა იცოდეს მიწის ნაკვეთის აზომვა, განურჩევლად პროფესიისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საამზომველო საქმიანობას ვერ ჩაატარებს, რადგან სწორედ უზუსტო ნახაზების გამოა, რომ დღეს ძალიან ბევრ კერძო მესაკუთრეს აქვს გადაფარვების გამო დავა. ამიტომაც ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ის ამზომველები, ვინც გაივლის სერტიფიცირებას და ამისათვის მათ რამდენიმე თვიანი პერიოდი ექნებათ. ჩვენ გვინდა ასევე ამ რეფორმის შედეგად, რომ მოქალაქეებმა არ იარონ სასამართლოში, არ იყონ გადაღლილები და ასე ვთქვათ, გაურკვევლობაში მრავალი თვის მანძილზე, სანამ დავა გადაწყდება და რეფორმა სთავაზობს მოქალაქეებს იმას, რომ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისას საჯარო რეესტრმა ასევე პროაქტიულად ჩართოს ასეთ დავებში მედიატორები, ფიზიკური პირები, ან მიმართოს სანოტარო მედიაციას და სანოტარო აქტი იქნება, მორიგების აქტი იქნება უკვე უფლების დარეგისტრირების საფუძველი. ჩვენ ასევე დიდ შეღავათს გავუკეთებთ ამ რეფორმით ფორმის დაუცველად გაფორმებულ გარიგებებს. თქვენ ალბათ შეგხვედრიათ ზეპირად ან წერილობით, ისე რომ ფორმა არ არის დაცული, კანონით დადგენილი, პირ-პირს გაურიგდებოდა, მიიყიდდა თავის საკუთრებას, პრინციპში მათ შორის ეს დავას დღეს არ წარმოადგენს, მაგრამ მაინც რეგისტრაცია ვერ ხდება, იმიტომ რომ ფორმა არ არის დაცული. ჩვენ ამ რეფორმით ვთავაზობთ ასეთ პირებს, რომ ნოტარიუსთან გააფორმონ შესაბამისი აქტი და ამ კანონით მიეცემა საჯარო რეესტრს უფლება ამგვარი საკუთრება რეგისტრაციაში გაატაროს. ჩვენ ვაუმჯობესებთ ასევე ამ რეფორმით ბმულს, რომელიც დღეს არ არსებობს, ბმულს საჯარო რეესტრსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის და როდესაც აღიარების საკითხები დადგება, საჯარო რეესტრს მოქალაქესთან ერთად ექნება შუამდგომლობით ადგილობრივი თვითმმართველობის
აღიარების კომისიისადმი მიმართვის უფლება, სადაც საჯარო რეესტრს ექნება უფლება იქნეს მოსმენილი შესაბამისი კომისიის მიერ იმისთვის, რომ საკუთრების უფლების აღიარება უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხდეს. ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ელემენტი ამ რეფორმაში, მაგალითად, როგორ უნდა გავაფორმოთ მარტივად მიწა იმ პირზე, რომელსაც ერთი სახელი უწერია უფლების დამდგენ დოკუმენტში მიწაზე, ხოლო კნინობითი სახელი ან თუნდაც ერთ ასოში არის შეცდომა და ასე აქვს გაფორმებული პირადობის მოწმობა ან სხვა პირადობის დოკუმენტი. ამ კანონით ჩვენ ამგვარ თითქოს მარტივ, მაგრამ კერძო საკუთრების უფლებისთვის დამაზიანებელ ხარვეზებსაც მარტივად გადავჭრით. ბოლოს საფასურების თემა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროექტი მინიმუმ 2 წლიანი უნდა იყოს, ესეთი სპეციალური შეღავათიანი ნორმები. თუ საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, უფრო ხანგრძლივიც იქნება, მაგრამ 2 წელი არის მინიმუმი ვადა იმისთვის, რომ სახელმწიფო და მოქალაქე გაერთიანდეს კერძო საკუთრებაში მიწების სწრაფად და უხარვეზოდ დარეგისტრირებისთვის. ამ პერიოდში მოქალაქეებისთვის დოკუმენტების მოძიება და სისტემატიზაცია იქნება უფასო საჯარო რეესტრის მიერ, ნოტარიუსის მიერ გარიგების თუ მორიგების აქტის დამოწმება და სანოტარო მედიაცია იქნება უფასო, მედიატორის მომსახურება, თუ ის ფიზიკური პირია, იქნება ასევე უფასო. მიწის ნაკვეთებზე ამ პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარებაც იქნება უფასო, რომელიც სხვათა შორის არც თუ ისე პატარა თანხა ღირს დღეს და ასევე ფაქტების კონსტატაცია, რომელსაც საჯარო რეესტრი გამოიყენებს ადგილზე გასვლის გზით გარემოებების დამტკიცების დროს, იქნება ასევე უფასო. რაც შეეხება საამზომველო საქმიანობას, აქ მთავრობა იმუშავებს ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროების ჩართულობით, რომ შეიქმნას ფინანსური მექანიზმი კონკრეტული კრიტერიუმებით, რაც ჩვენს მოქალაქეებს ზოგიერთი პირობების არსებობის შემთხვევაში ძალიან ბევრ კერძო მესაკუთრეს მოიცავს, შეიძლება რომ ასწიოს საამზომველო საქმიანობის გადასახადი, რომელიც კერძო სფეროა, მთავრობასთან არ აქვს კავშირი და დღეს სამწუხაროდ ზოგიერთი ამზომველი 1 ჰექტრის დარე აზომვისთვის იღებს 50 ლარს, ზოგიერთი 500 ლარს. აი ესეც ჩვენ ამ რეფორმით გვინდა რომ გავასწოროთ და არსებობდეს ნიხრი ზღვარი თუ რა უნდა ღირდეს 1 ჰექტრის აზომვა ნორმალურ და იდენტურ პირობებში ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მასშტაბური რეფორმა, ეს არის ის რეფორმა მიწის რეგისტრაციების სფეროში, რასაც ჩვენ 6 თვე დაუთმეთ, რომ პრაქტიკა შეგვესწავლა და გვემუშავა იმისთვის, რომ ყოფილიყო ყოვლის მომცველი და კერძო მესაკუთრის უფლებებში და ინტერესში გადარებული. ეს რეფორმა მთლიანად, რომელიც 6 თვის მანძილზე მუშავდებოდა იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებში და პირველ რიგში ჩვენთან, რადგან საჯარო რეესტრი, ნოტარიუსები, ამზომველები, აღსრულების ეროვნული ბიურო ფაქტების კონსტატაციით იქნებიან ის კომპონენტები ამ რეფორმის, რომლებიც როგორც აქტორები მოქალაქეს დაეხმარებიან ოფიციალურადაც გახდეს მესაკუთრე იმ მიწის, რომელიც მას ფაქტობრივად ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ეს რეფორმა მიმართულია მთლიანად მოქალაქის ინტერესის დასაცავად და მთლიანად კერძო მესაკუთრის უფლებების დასაცავად. საბოლოო მიზანი კი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა მიცოდეს ვის რა ეკუთვნის, სახელმწიფომაც და კერძო მესაკუთრემაც და განვითარდეს მიწის ბაზარი და შესაბამისად ეკონომიკა.